სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომლითაც ჩვენ დავასრულებთ ამ მე-17 განყოფილებას, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 16 ივნისს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან აქტუალური. ეს ეხება საენტოლოგიას. იცით ხომ? მე პირველად ეს სიტყვა გავიგე ჯარში რო ვიყავი სხვათა შორის, ჟურნალები მქონდა ხოლმე იქ ციმბირში, ვლადივოსტოკში. და პირველად მაშინ წავიკითხე მაიკლ ჯექსონის შესახებ, წავიკითხე ჯონ ტრავოლტას შესახებ და მერე უკვე მოგვიანებით ტომი კრუზიც, რომელიც ჩართული იქნა ამ საენტოლოგიაში. მქონდა ხოლმე ამის საშუალება და მაშინ წავიკითხე დეტალურად ამის შესახებ. თუ ჰაბარდი იყო ხო მე მგონი, რომელმაც ეს ჩამოაყალიბა, როგორ სწავლობდა სხვადასხვა რელიგიებს და როგორ შეიმუშავა ეს თეორია თუ რელიგია და კითხვას უსვამენ, იმიტომ იცით რომ მაგის ცენტრი ჰოლივუდში იყო და როგორც ადრეც გითხარით, ყველა ეს სექტები, ყველა ეს რაღაც აღმოსავლური მედიტაცია, ტრანსცენდენტალური მედიტაცია, კაბალა, ყველაფერი ფეხს იკიდებს და რატომაც იქ იწყებს, ხო, კრიშნაიზმი, ყველანი გაქანებას, ხო, რა ვიცი რაჯნეში და ისინი ყველანი ჰოლივუდზე ნადირობენ. რატო? ყველაზე მდიდარი ხალხი ეგ არის, ყველაზე შეშფოთებულები ეგენი არიან, ყოველთვის ეძებენ გამართლებას თავიანთი ცხოვრების, ისინი დაფიქრდით ფსიქოლოგიურად მსახიობები, ხო? თავის ცხოვრებით არ ცხოვრობენ, ისინი ყოველთვის როლს თამაშობენ, ხო? და ბუნებრივია მათ ყოველთვის აწუხებთ სინდისი და ეძებენ რაღაც გამოსავალს და გამოსავალი ზუსტად ეს არის ხომ რომ ისინი გარბიან სხვადასხვა თეორიებს, სხვადასხვა რელიგიებში, რომელიც კომფორტს მოუტანს მათ და სხვათა შორის ახლა ძალიან გახშირდა კეთილდღეობის სახარების გავრცელება. დღესაც მომაწოდეს ციფრები დენზელ ვაშინგტონი როგორ მოინათლა პენტაკოსტურ ეკლესიაში, ხო 50-იანების ეკლესიაში და გასაგებია ბუნებრივია რატომ მაინც და მაინც მან. რა თქმა უნდა, მათ აქვს დიდი ისტორია შავკანიანებს, ამერიკის შავკანიანებს მაგ იმის წამოწყებაში მე-19 საუკუნეში იწყებს ფეხის მოკიდებას ეს და ბატონი ჯონიც ბუნებრივია დენზელი დავალებულია ამ კუთხიდან, ხო? ის ერთგვარად ამასწინებს და შარშიც გაეხვა იცით პავდიდისთან და ძალიან ცუდი რაღაცებიც გამოვიდა და ეხლა ცდილობენ ის პიროვნება ვისთანაც იყო და დაჯდა ინტერვიუზე, ხო, ის ხილებული იქნა ის პასტორი. ეხლა წავიდა და ინათლება ალბათ რასაც შალვაკეკელი აკეთებს რო ახტა და ნაძვისხებს რთავს და ყოველი მასში ახლა გაჭედილია სელფებში და ბოდიშობანას გვეთამაშება რომ რაღაცნაირად ჩამოირეცხოს ის დევნილის კომპლექსი რო აქვს, ხო იცი? ბევრ მეგრელებს აქვს დევნილის კომპლექსი და უნდათ რომ თბილისელები გახდნენ და შეეტენონ თბილისელებს და კარი საშუალება მონახა ძალიან ბევრმა ოთხოზორიები დაწყებული კეკელიები და ვიღაცა ის კვარაცხელია როა კიდე, ხო, კოლხი მაგათი რომ შეტენოდნენ აქედან და ფარულავების და იმისთვის ტვინი იმას ეკნათ რა და გაემრუდებინა და ეხლა ხილებული როა და რომ მიუვარდნენ ცხენია და გამოდის და იმაშვება გვიმტკიცებს რომ ანტირუსულშია და წყევლის და რაღაცა. ესეთი რაღაც საქციელი დამენახე მე დენზელ ვაშინგტონში, რომელსაც პატივს სცემდი, მაგრამ მე მინდა რომ კრიტიკული იყო ყველას მიმართ და ვერანაირად მე ვერ იმას მიზავს ადამიანი რომ იმიტომ ქრისტიანობაზე დღესაც ქონდა ჩვენ საუბარი, უნდა ქონდეს ქრისტიანობის თუ არა ხარ მაინც გაგება მაინც უნდა კონდეს ისეთი როგორც პავლეს ქონდა. თეორიაში და იქიდან ისწრაფოდე იქითკენ. და არანაირად თავი არ დაიმშვიდო რომ თითქოს ჯოელ ოსტინი, ჯონ მაიერსი, ბენი ჰინი და ესენი ქრისტიანები არიან. არანაირად ხალხო, არანაირად ეს არ არის სწორი. და ამერიკაზე ნუ გავსწორდები და ამერიკაში რაც ხდება, ხო? სახეობებმა იმას აქნეს და აი ესეთი პიროვნება ქალბატონი არ ვიცით სახელი სვავს. ჯონ, თქვენ განიხილავთ საენტოლოგიას რელიგიად, ფსიქოლოგიურ თეორიად თუ კულტად? ანუ სექტად და კულტები ესე უყვარს ჯონს ამის მოხსენება. ჯონი პასუხობს: "დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ნაერთი ეს არის, მაგრამ ძირითადად საენტოლოგია არის რელიგია." და სადაც თქო დაიმახსოვრეთ რომ თქვენ საკუთარ თავს ეტაყვანებით. ეს არის ადამიანის რელიგიის განსახიერება, ადამიანის ჰუმანისტური რელიგიის განსახიერება. ვინც დაარსა ეგ, ზუსტად ესე ეძებდა, იკვლევდა რელიგიებს და რაღაცა ჰიბრიდული შექმნა მან თავისი ეს მეთოდი, თავისი სისტემა და შენ უნდა შენი თავი ღმერთად აქციო. და ქალბატონი იმაშვება, ისინი იღებენ ღმერთს როგორც უზენაეს არსებას? მე ფიქრობ, ჯონი პასუხობს, რომ საენტოლოგიაში ძირითადად ღმერთი შენ ახარ, თავად შენ ახარ. დიახ, ეს ასევე არის ფსიქოლოგიური საკითხიც.
ფსიქოლოგიური თეორიაცაა. და ეს ყველაფერი იცოდეთ, რომ ეს არის ოკულტიზმი, რადგან ის გიხსნის და გზას უხსნის სატანას. პრაქტიკულად ეს სატანური ეს არის. ქალბატონი ეკითხება, შეიძლება თუ არა საინტოლოგი იყოს ქრისტიანი? აბსოლუტურად არა, ჯონი პასუხო. არანაირად არა. არ შეიძლება შენ იყოს საინტოლოგი და ქრისტიანიც. უბრალოდ არავითარი გზა არ არსებობს, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ დაიჯეროთ ის, რისით მათ ჯერად და პარალელურად გწამდეთ და გჯეროდეთ და კითხულობდეთ ბიბლიას. დიახ, ჩვენ ყავდა რამოდენიმე ადამიანი ამ ეკლესიაში, რომლებიც საინტოლოგიიდან გამოვიდნენ. მიატოვეს იქ საინტოლოგი და მოვიდნენ ჩვენთან. ფაქტობრივად ჩვენ ეკლესიაში ერთი გოგონა იყო, რომელიც 9 წელი იყო საინტოლოგის ერთ-ერთი წამყვანი მდივანი. და მე მაქვს რამდენიმე აბავი თქვენთვის მოსაყოლი, მაგრამ ეს რომ იცოდეთ ხომ, ძალიან ბოროტი სისტემაა. გმადლობთ ჯონ, უღრმესი მადლობა. ბილ, მოდით ამითი დავამთავროთ დღევანდელი და გთხოვ რომ ლოცვით დავხუროთ დღევანდელი საღამო. და ბილი კითხულობს ლოცვას. მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით ამაღამ ჩვენზე შენი ხელის დასხმისათვის და ჩვენთვის გონების გახსნისათვის, როდესაც იონეს სახარებას ვარჩევდით. ასევე შენი ხელმძღვანელობისათვის, შენი სიტყვის შესასწავლად. ჩვენ გთხოვთ უფალო, ვიყოთ ჩვენთან ერთად, როცა წავალ ჩვენ სახლებში და დაგვაბრუნოთ შვიდად ისევე შემდეგ კვირას აქ, რათა მზად ვიყოთ, რომ უფრო მეტად შევისწავლოთ შენი სიტყვა და მზად ვიყოთ, რომ გემსახუროთ. ასევე მზად ვიყოთ, რომ უკეთესად გაგიცნოთ თქვენ. ამ ყველაფერს კი ვითხოვთ იესოს ძვირფასი სახელით. ამინ.